ქვეყანას სამძიმრის წერილებს იღებს საქართველოს მართლმადიდებელ სამოციქულო ეკლესიას და მრევლს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალებას უსამძიმრებენ სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები, საერთაშორისო ორგანიზაციები და დიპლომატიური მისიები. ყველა წერილში საუბარია ერის სულიერი წინამძღოლის განსაკუთრებულ ღვაწლზე, ეკლესიისა და ერის წინაშე დამსახურებებზე, მრავალმხრივ ნიჭზე, ეკლესიის გაძლიერებისთვის გაწეულ ძალისხმევაზე, ერთგულებასა და უდიდეს ტკივილზე. ხაზგასმულია, რომ ეს არის უდიდესი დანაკლისი ქვეყნისთვის, მსოფლიოსთვის და მთელი ქრისტიანული სამყაროსთვის. უწმინდესისა და უნეტარესის მრავალსაუკუნოვან მოღვაწეობას აფასებენ და მის ხსოვნას პატივს მიაგებენ საქართველოში მოქმედი სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენლები. მრავალი ქვეყნიდან წერენ სამძიმრის წერილებში და აღნიშნავენ მის მამობრივ ამ საოცარ თვისებას, რომელიც ვრცელდებოდა არა მხოლოდ საქართველოზე, არამედ მთელ მსოფლიო მართლმადიდებელ საქრისტიანოზე. საქართველოში დღეს სიჩუმეა, რომელიც ტკივილს იტევს. სახელმწიფო დროშები დაშვებულია მთავრობის ადმინისტრაციის, პარლამენტის, პრეზიდენტის რეზიდენციის, სამინისტროებისა და ქვეყნის მასშტაბით ყველა ადმინისტრაციულ შენობაზე. საქართველოში გლოვის დღეებია. სტამბულში მსოფლიო პატრიარქმა ყოფილ-უწმინდესმა ბართლომეოსმა წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ნეტარხსენებული საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სულის მოსახსენიებლად პანაშვიდი აღასრულა. საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდისადმი გამოგზავნილ წერილში მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა გამოხატა მსოფლიო საპატრიარქოს და პირადად მისი გულითადი სამძიმარი საქართველოს ეკლესიის წინამძღვრის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. საქართველოს უწმინდესი ეკლესიის და უვიწყარი წინამძღვრის განსვენებული ილია მეორის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ვიხსენებთ რამის მამობრივ სიყვარულს, მორწმუნე ერისა და მეგობარი ქვეყნის საქართველოს მიმართ მისი ხანგრძლივი და კურთხეული პატრიარქობის განმავლობაში ქართველი ხალხის გულწრფელ სიყვარულსა და ღრმა პატივისცემას, მისი ღირსეული პიროვნებისადმი, რომლის დროსაც განსაკუთრებულად განმტკიცდა საქართველოს უწმინდეს ეკლესიასა და კონსტანტინოპოლის ეკლესიას შორის ურთიერთობები, გამოვთქვამთ როგორც მსოფლიოს საყდრის, ისე პირადად ჩვენს სამძიმარს, საქართველოს უწმინდესი ეკლესიისა და მისი ერთგული სამწყსოს მიმართ. ნეტარი პატრიარქის, ჩვენი ძმისა და თანამწირველის, ილია მეორის ხსოვნა იყოს მარადიული და დაუვიწყარი. ქართველ ხალხს სამძიმარი გამოუცხადა ჰელსინკისა და სრულიად ფინეთის მთავარეპისკოპოსმა ელიამ, რუსეთის პატრიარქმა კირილემ, ასევე რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა დანიელმა და სრულიად სომეხთა კათოლიკოსმა გარეგინ მეორემ. ღრმა მწუხარებით მივიღეთ ცნობა ჩვენი საყვარელი ძმის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. ის იყო თანამედროვე მართლმადიდებლობის ღირსშესანიშნავი სახე და სარწმუნოების მტკიცე აღმსარებელი, რომელიც სიბრძნით უძღვებოდა საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას როგორც განსაცდელის, ასევე განახლების პერიოდში. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებისა და მორწმუნეების სახელით უსამძიმრებთ წმინდა სინოდის წევრებს და სრულიად საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. მარადიული იყოს მისი ხსოვნა. მისი უწმინდესობის კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ხანგრძლივი პაპური მსახურება რწმენის სიმტკიცისა და სულიერად ერთგული ლიდერობის დასტური იყო. მისი პონტიფიკატი აღინიშნა საქართველოში სულიერი ცხოვრების აღორძინებით და ეკლესიური ცხოვრების განმტკიცებითა და აღორძინებით. რთულ დროს კურთხეული პატრიარქი მამობრივი სიბრძნითა და სიყვარულით ხელმძღვანელობდა თავის ერთგულ სამწყსოს. მტკიცედ იცავდა საქართველოს წმინდა ეკლესიის მისიას. თანამოქალაქეების მწუხარებას უერთდებიან საქართველოში მოქმედი რელიგიური კონფესიებიც. მუსლიმური თემი პატრიარქს იხსენებს როგორც დიალოგისა და ურთიერთგაგების მხარდამჭერს. კათოლიკური ეკლესია კი მას მშვიდობისა და თანაარსებობის სიმბოლოდ მოიხსენიებს. სომხური სამოციქულო ეკლესიაც აღნიშნავს მის განსაკუთრებულ როლს სულიერ და კულტურულ ურთიერთობებში. მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია მეორე საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საჭეთმყრობელი 49 წლის განმავლობაში შევიდა უფლის მშვიდობაში. საქართველოს კათოლიკე ეკლესიის სახელით გამოვხატა უღრმეს და გულწრფელ თანაგრძნობას საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის, ყოველი ცალკეული მღვდელმსახურის, ბერმონაზვნისა და მორწმუნის მიმართ. უსამძიმრებ ყველას, ვინც კათოლიკოს პატრიარქში ცნობდა საკუთარ მწყემსა და სულიერ წინამძღვარს. დღეს არ შემიძლია არ გავიხსენო ის მომენტები, რომლებსაც
თავად შევესწარი. შეხვედრებით წმინდა პაპი იოანე პავლე მეორესთან და შემდეგ პაპ ფრანცისკესთან, რომლებსაც როგორც პეტრეს მემკვიდრეებს, მან უმასპინძლა საკუთარ რეზიდენციაში როგორც ანდრია პირველწოდებულის მემკვიდრემ. წმინდა პეტრე და წმინდა ანდრია ძმები იყვნენ, მეუბნებოდა ხშირად და დაურთავდა, ჩვენ ყოველდღიურ ლოცვებში ვიხსენიებთ ერთმანეთს. ახლა ისინი კვლავ შეხვდებიან ერთმანეთს ზეცაში. ეჯგარეშია მათ შორის დიდი პატივისცემა და სიყვარული სუფევდა. აქ ადვილი არ არის მითხრა უწმინდესმა პირველი შეხვედრისას, მაგრამ იყავ კარგი მწყემსი. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის გარდაცვალების გამო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან სამძიმრის წერილებს იღებს. ცოტა ხნის წინ წერილი გაავრცელა საბერძნეთის საელჩომ საქართველოში, სადაც ნათქვამია, რომ მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა რწმენის სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითად დარჩება. წერილში ვკითხულობთ, რომ ილია მეორე იყო ქართველი ხალხის საყრდენი და ერთიანობის სიმბოლო. წერილი გაავრცელა საფრანგეთის საელჩომაც. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ილია მეორე იყო ქართველი ერის წინამძღოლი და მესაჭე როგორც ქვეყნის თანამედროვე ისტორიის ტრაგიკულ, ისე სასიხარულო მომენტებში. შვედეთის საელჩო საქართველოში პატრიარქის გარდაცვალებაზე წერს, რომ მისი უწმინდესობის მემკვიდრეობა დარჩება როგორც რწმენის, სიყვარულისა და მშვიდობის მაგალითი. უწმინდესის და უნეტარესის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს ნიდერლანდების, ბრიტანეთის, დანიის, სლოვაკეთის, ჩეხეთის, ლატვიის და გერმანიის ელჩებმა. განცხადება ასევე გაავრცელეს ავსტრიის, პოლონეთის, ბულგარეთისა და იტალიის საელჩოებმა. მისი უწმინდესობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე საქართველოს სულიერი წინამძღვარი იყო ნახევარი საუკუნის განმავლობაში. მისმა შეუდარებელმა ღვაწლმა განუზომელი გავლენა იქონია ქართველი ხალხის ცხოვრებაზე და დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე. 2011 წელს მისი შეხვედრა მის უდიდებულესობა დედოფალ ელიზაბეთ მეორესთან განსაკუთრებული მოვლენა იყო ჩვენი ქვეყნებს შორის ურთიერთობებში. დღეს ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ქართველ ხალხს მისი უწმინდესისა და უნეტარების გარდაცვალების გამო. უფალმა დაუმკვიდროს სამუდამო სასუფეველი. სამძიმარს და სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს რეგიონის ქვეყნებიც. საქართველოში თურქეთის საელჩო წერს, რომ უწმინდესის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია, ვინაიდან იგი მრავალი წლის განმავლობაში იყო ქართველი ხალხის სულიერი მამა, მშვიდობის, ერთიანობის და ზნეობრივი ღირებულებების საყრდენი. სამძიმრის წერილები საქართველოს პრემიერსა და პრეზიდენტს გამოუგზავნეს არაბთა გაერთიანებული საამიროების ლიდერებმა. ირაკლი ყობახიძემ თანაგრძნობის წერილები მიიღო სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისგან და აზერბაიჯანის პრეზიდენტისგან. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი დროის გამორჩეული რელიგიური მოღვაწის მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ თავისი ხალხის და კაცობრიობის საკეთილდღეოდ მთელი თავისი ცხოვრება და ძალისხმევა კეთილშობილურ საქმეებს მიუძღვნა. კავკასიის ხალხებს შორის მშვიდობის, უსაფრთხოების, სოლიდარობის, სარწმუნოებათა შორისი გაგებისა და დიალოგის დამყარებისკენ მიმართული ინიციატივებით. მისი უწმინდესობა ილია მეორე მილიონობით ადამიანის გულში ჩაიბეჭდა, მიუხედავად მათი ეროვნული თუ რელიგიური კუთვნილებისა და ღრმა პატივისცემა თანაგრძნობა დაიმსახურა. მისმა უწმინდესობამ ილია მეორემ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ტრადიციული მეგობრული კავშირების, თანამშრომლობის განვითარებასა და განმტკიცებაში. ამ დიდი დანაკარგის მწუხარების გაზიარებით, როგორც პირადად, ასევე აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, ღრმა სამძიმარს გიცხადებთ თქვენ მთელ ქართველ ხალხს და საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
დამამწუხრად ცნობამ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების შესახებ. თითქმის ნახევარსაუკუნოვანი მართვის განმავლობაში ილია მეორის ცხოვრება და მოღვაწეობა სიმბოლურად გამოხატავდა ერებს შორის რწმენის, პატრიოტიზმისა და მეგობრობის კეთილშობილურ ღირებულებებს. მისი დაუვიწყარი წვლილი სულიერი ცხოვრების განვითარებაში, საზოგადოების გაერთიანებასა და სახელმწიფოებრიობის გამტკიცებაში სამუდამოდ დარჩება ყველას მეხსიერებაში. სომეხი ხალხისა და ჩემი სახელით გულწრფელად ვუსამძიმრებ საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს ვუსურვებ მათ ძალას და გამძლეობას ამ მძიმე დანაკარგის დროს. მინდა ჩემი ქვეყნის სახელით გამოვხატო მწუხარება საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მისი უწმინდესობის ილია მეორის გარდაცვალების გამო. ის იყო მართლაც უდიდესი ისტორიული პიროვნება და ქართული იდენტობის თანამედროვე არქიტექტორი. მან თავისი სიბრძნით, მოთმინებით და გონივრული დარიგებებით ქვეყანას ძალიან დიდი სამსახური გაუწია. შესაბამისად, ჩვენ ირანელებს, რომლებიც ვაღიარებთ და გვწამს აღდგომის, მიგვაჩნია, რომ მას დიდი ღვაწლი ექნება ამ მომავალ აღდგომაში. თანაგრძნობისა და სამძიმრის წერილებს საქართველოს და მართლმადიდებელი ეკლესია მსოფლიოს ყველა კუთხიდან იღებს. ისრაელის საელჩო და ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრი სამძიმარს უცხადებენ ქვეყანას. გიდეონ საარი წერს, რომ ილია მეორე დიდი ლიდერი ისრაელისა და ებრაელი ხალხის მეგობარი იყო. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო აცხადებს, რომ პატრიარქი იყო სულიერი ლიდერი, რომელმაც მნიშვნელოვანი კვალი დატოვა საქართველოს ისტორიაში. იაპონიის საელჩო კი ქართველი ხალხის სოლიდარობის ნიშნად დაუშვებს სახელმწიფო დროშას. საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის გაერთიანებული ერების ორგანიზაციის და ევროკავშირის წარმომადგენლობა ასევე სამძიმარს უცხადებენ საქართველოს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მიღებულ მხარდამჭერ წერილებში აღნიშნულია, რომ საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოღვაწეობის კვალი ქვეყნის ფარგლებსაც სცდება.